ზეციე რომ მამაო, ყოვლის შემძლე ღმერთო და მკურნალო, დღეს შენთან მოვდივარ ტკივილით, სისუსტითა და იმედით. ვაღიარებ, რომ შენ ხარ უდიდესი ექიმი, ის, ვინც შექმნა ჩემი სხეული და იცნობს ყველა უჯრედს. შენ ხარ ის, ვისაც შეუძლია აღადგინოს სილამაზე ფერფლიდან და ჯანმრთელობა სისუსტიდან. სიცოცხლე, განკურნება და მშვიდობა შენს ხელშია. მე მჯერა შენი უცვლელი სიყვარულისა და შენი ძალის. შენი სიტყვა აცხადებს, რომ შენ პატიობ ჩემს ყველა ცოდვას და კურნავ ჩემს ყველა დაავადებას. მე ვდგავარ ამ დაპირებაზე, ვიცი, რომ არც ერთი ავადმყოფობა ან ტკივილი არ არის სიურპრიზი ან გადაულახავი დაბრკოლება შენთვის. მე რწმენით მოგმართავ მახსოვს შენი ძის, იესო ქრისტეს დიდი მსხვერპლი. შენი სიტყვა აცხადებს, მისი ჭრილობებით განვიკურნეთ. მადლობას გიხდი ამ ჭეშმარიტებისთვის და გთხოვ, რომ ამ მსხვერპლის ძალა იმოქმედოს ჩემს ცხოვრებაში ახლავე. უფალო, გთხოვ, შეეხო ჩემს სხეულს შენი მკურნალი ხელით. შენ იცი, სად არის ტკივილი, სად არის სისუსტე და რა სჭირდება ჩემს სხეულს. ლოცულობ, რომ შენი სამკურნალო ენერგია თავის სფეროდან ფეხის სფერებამდე ჩემში გადმოვიდეს. სადაც ტკივილია, ვითხოვ შემსუბუქებას და ტკივილის მიზეზის მოშორებას. იესოს სახელით ვუბრძანებ ყველა სისუსტეს, ვირუსს, ანთებას და დაავადებას, დატოვოს ჩემი სხეული. მომეცი ყველა დაზიანებული ქსოვილის, ორგანოსა და სისტემის სრული აღდგენა. აღვადგინო ის, რაც განადგურებულია და განაახლო ის, რაც დასუსტებულია. გამაძლიერე ჩემი ძვლები და სახსრები, რათა ისინი სათანადოდ მემსახურონ. ავსე ჩემი კუნთები ძალით და ჩემი ნერვები სიმშვიდით. გააუმჯობესე ჩემი იმუნური სისტემა, რათა მან შეძლოს ბრძოლა და დაძლევა. გთხოვ სუფთა გონებას და ჩემი ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების აღდგენას. ლოცულობ, რომ მიანიჭო სიბრძნე და სიზუსტე ჩემს მკურნალ ექიმებს. თუ სამედიცინო ჩარევა აუცილებელია, წარმართე მათი ხელები და გადაწყვეტილებები, რათა ისინი გახდნენ შენი განკურნების ინსტრუმენტები. მომეცი ძალა, რომ ყოველდღე ვიმოძრაო, ღირსეულად ვატარო ჩემი სხეული, მაშინაც კი, თუ განკურნება მკისიერად არ მოხდება. მომეცი გამძლეობა და სიხარული მცირე გაუმჯობესებებში. მამაო, მე მჭირდება განკურნება არა მხოლოდ ჩემი სხეულისთვის, არამედ ჩემი სულისთვისაც. ავადმყოფობა ხშირად მოაქვს შიშს, შფოთვას, მარტოობას და სასოწარკვეთას. მე შენ გთავაზობ ამ რთულ გრძნობებს. მომაშორე ჩემი გულიდან მომავლის შიში, ტკივილის შიში და უცნობის შიში. ავსე შენი სრულყოფილი სიმშვიდით, რომელიც განდევნის ყველა შიშს. დამეხმარე, არ ვიდარდო იმაზე, რისი კონტროლიც არ შემიძლია და მთლიანად შენს მზრუნველობას დავეყრდნო. მომკურნე ჩემი ემოციური ჭრილობები, ძველი ტრავმები და გამოცდილება, რომელიც გავლენას ახდენს ჩემს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დამეხმარე, ვაპატიო მათ, ვინც ტკივილი მომაყენა და ვაპატიო საკუთარ თავს ჩემი შეცდომები. ვიცი, რომ პატიება თავისუფლებისა და განკურნების გასაღებია. თუ თავს მარტოსულად ვგრძნობ, შემახსენე, რომ შენ ყოველთვის ახლოს ხარ. შენ ხარ ჩემი მეგობარი, ჩემი ნუგეშის მცემელი და ჩემი იმედი. შეავსე სიცარიელე ჩემს სულში შენი უპირობო სიყვარულით. მომეცი მშვიდი ძილი ამაღამ ძილი, რომელიც აღადგენს ჩემს სხეულს და დაამშვიდებს ჩემს სულს. მიეცი ჩემს სულს სიმშვიდე შენსთან დასწრებით. უფალო, მე ვაღიარებ, რომ ავადმყოფობის განსაცდელი ზრდის დროა. დამეხმარე, რომ ეს მომენტი არ გამომრჩეს. არ მინდა ამ განსაცდელიდან უბრალოდ ჯანმრთელი გამოვიდე, მინდა შენთან უფრო ახლოს გამოვიდე. გამაძლიერე რწმენა. როცა იმედი და კარგული ჩანს, დამეხმარე შენი სინათლის დანახვაში. მასწავლე მოთმინება და შეუპოვრობა, რათა შენს ერთგულებაში ეჭვი არ შევიტანო, თუნდაც ჩემი განკურნება დაგვიანდეს. დამეხმარე ამ ტანჯვაში აზრის პოვნაში იმის ცოდნით, რომ ყველაფერს ჩემი სიკეთისა და შენი დიდებისთვის იყენებ. თუ ეს ავადმყოფობა შენი ძალის დასტურია, ასეც იყოს. ჩემი ცხოვრება შენი მადლის მაგალითად აქციე. მთლიანად შენ გენდობი ჩემს ნებას და გთხოვ, რომ შენი სრულყოფილი ნება აღსრულდეს ჩემს ცხოვრებაში, შედეგის მიუხედავად. მე ვენდობი შენს დროსა და შენს გეგმას. მამაო, გმადლობ, რომ უკვე დაიწყე შენი საქმე ჩემში. გმადლობ ყოველი წამისთვის, რომელსაც მაძლევ და ყოველი ამოსუნთქვისთვის, რომელსაც ვიღებ. გმადლობ იმ ძალისთვის, რომელსაც მაძლევ, როცა სისუსტეს ვგრძნობ. ვიცი, რომ ამ ლოცვას ისმენ. გმადლობ შენი ურყევი სიყვარულისთვის. მე გადიდებ როგორც ღმერთს, რომელიც კურნავს, აღადგენს და სიცოცხლეს ანიჭებს. მე ველოდები შენს სასწაულს, მაგრამ მაშინაც კი, თუ ახლა ვერ ვხედავ მას, მე გავაგრძელებ შენს ქებას. მთელი ჩემი სხეული, ჩემი გონება და ჩემი სული შენს ხელშია. იესო ქრისტეს, ჩემი მკურნალისა და უფლის სახელით, გევედრები.
ამინ.